საქართველოს ვირტუოზობის ორკესტრს, ვენეციის სახელმწიფო დიდი თეატრის მუსიკალური დირექტორი და ფესტივალ ღამის სერენადების მთავარი დირიჟორი ხელმძღვანელობდა. მსმენელის წინაშე წარდგა ვირტუოზი ვერიკო ჭომბურიძე. ფესტივალის დასკვნითი საღამო კი 11 ოქტომბერს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის დრამატულ თეატრში გაიმართება. დასრულდა ჩვენი ფესტივალის რიგით მეხუთე კონცერტი, ოვაციებით დაინგრა დარბაზი. და ახლა კი ვართ ბოლო დასკვნითი კონცერტის მოლოდინში. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი მაღალი დონის ფესტივალის ჩატარებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ ისეთი დიდი სახელი, როგორიც არის ლიანა ისაკაძე, ვის სახელსაც ატარებს ფესტივალი. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასეთი კულტურული ურთიერთობები არის გამოხატულება მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. მე მიყვარს საქართველო. აქ თავს როგორც სახლში ისევ გრძნობ. ბედნიერი ვარ ასეთ ხალხთან და მუსიკოსებთან ურთიერთობის შესაძლებლობით. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ისეთი ფესტივალის მთავარი დირიჟორი, რომელიც ლიანა ისაკაძის სახელს ატარებს. მსოფლიო კლასიკურ მუსიკაში მისი მემკვიდრეობის კვალი არის წარუშლელი. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 9-ზე დაბრუნდება იმედის ეთერში.